შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 2015 წლის 13 ივნისის სტიქის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე მაშველი ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ. მეხანძრე მაშველებმა გარდაცვლილი კოლეგის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული გმირი მაშველის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში ვერეს ხეობაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა. მან 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა თვითონ წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიღუპა. 13 ივნისს ყველას გვახსოვს თუ რამდენად მძიმე ხამე გამოვიარეთ, გადავიტანეთ ყველამ. 21 ადამიანი დაიღუპა, 2 უგზო-უკლოდ დღემდე დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში უსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მართლაც ძალიან მძიმე იყო თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა 2015 წლის 13 ივნისს. ყველა დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ ხარში დადგმოდა ჩვენს დედაქალაქს და მთელ მსოფლიოს დავანახეთ თუ რა შეუძლია ერთობას.